ღმერთმა დააგლოცოთ, ღმერთმა გაგახარო და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე მალე ღმერთმა არ მოგაკლოთ. ახლა ლაივი ჩავწერე და როგორც ყოფილი რაღაც ბლოკავენ ხოლმე ამ ლაივებს და დამიბლოკეს ახლანდელი ლაივიც და დაბლოკეს, იმ წუთშივე დაბლოკეს, როგორც კი დაიდო და ამიტომ ვთხოვ თუ რომელიმე გვერდი ახლა ამას ნახავთ, თან რომ რაღაცა ჩაწერის ფუნქციაც ჰქონდეს, რომ დაიდოს უბრალოდ რომ გვინდა რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსოთ. ამ დღეებში რაღაც ცელდება ისე რომ ჩვენ რაღაცნაირად გონიათ რომ აქციას ვაორგანიზებთ ტაძარში, არანაირი აქცია არ ორგანიზდება ჩვენ ტაძარში, უბრალოდ ადამიანებმა რაღაც ამ გუშინდელი ციტის გამო მხარდაჭერა გავამითქვეს და ადამიანებმა თქვეს რომ მოდი მევა ტაძარში და მამაშალა მხარი გვინდა დაგუჭირდა გუშინ თელი დღე ვერ აუდიოდი ტელეფონების ზარს და მინდა შენდობა და პატიება გთხოვთ იმ ხალხს ვისაც პასუხი ვერ გაგიქცით და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას ამ დიდი სიყვარულისთვის. მე ვერასოდეს მხარე ვერ მქრეთ, მე ნუმთხოვთ რომ მხარე ვიყო, იმიტომ რომ ჩემთვის ორივე მხარე ხარ ჩემი შვილები, ორივე მხარეს და ორივე მხარე ჩემები ხარ და ყველანი ჩემი შვილები ხარ და მინდა იმ ახალგაზრდებს მინდა მოგიწოდო იმ ხალხს რომელსაც ჩემი აზრი ვერ გაიგეთ ან არ გაიგეთ ან არ გესმით შეიკრიბოთ ეს ახალგაზრდების ჯგუფი რამდენი კაცი გინდა მოვილაპარაკეთ მოდი და მკითხეთ რა აზრი მაქვს მე თქვენ დაკავშირებით და ვიზე როგორ ფიქრო და მე ნებისმიერ დროს სათავარ თქვენთან შეხვდე უბრალოდ მე როცა მთხოვთ რომ აქციაზე გამოз მე არ ვეთანხმები ამ ყველაფერს ხო შეიძლება მე ჩემი აზრი მქონდეს და ჩემი აზრს გამოვხატავდი და ადამიანებმა ერთმანეთის აზრის პატივისცემა ვისწავლოთ ადამიანებმა ერთმანეთსაც პატივისცეთ. ამიტომ ძალიან ვთქვით ახლა მოშეცდებით ამ ვიდეოს დაბლოკასაც გთხოვთ რა, იმიტომ რომ იმ მოგიწოდებთ ამათაც, რომ იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ აზრის მოსმენა ყველასთვის. უმნიშვნელოვანესია მაინც ვიღებთ ახლა ვიდეოს რამდენჯერაც წაში ნედლიც დავდებთ. წაშიც კიდევ დავდებთ და ესე გავაგრძელებთ ჩვენ სამ ვიდეოების დადებას, იმიტომ რომ არ ამგონი ესო ჯანსაღი და სწორი იყოს ეს დამოკიდებულება და ჯობია რომ ადამიანებმა იცოდნენ და მინდა კიდევ ერთხელ შენდობა ვითხოვო გუშინ თუ რაღაც წოვიდან გამოვედი თუ რაღაც ხამაღლა ვილაპარაკე იმიტომ ჩვენც ადამიანები ვართ იმიტომ რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ შეურაცხყოფას ვიტყვი მე ვალდებული ვარ რომ მოვითუნო ყველა შეურაცხყოფა მაგრამ ჩემთვის არის რაღაც წითელი ხაზები არის როცა ადამიანს ქვეყნის მოღალატეს ეძახი რუსეთუმეს ეძახი შენ ესეთ რამებსაც ჩემთვის ძალიან შეურაცხყოფელია ესეთი რამე ჩვენც არის მიუღებელი და მე ამას ვერასოდეს ვერ მივიღებ ეს აზრი ჩვენც არის მიუღებელი და წარმოუდგენელია მე ამას როდესმე დავეთხოვე და ძალიან ვთქვით რომ თქვენ სიტყვა იცოდეთ მოღალატე სიტყვა რას ნიშნავს და რამდენად მწარია ეს ადამიანისათვის და დღესაც ახლა ფაქტს შევესწარეთ ახლა ვიდეო ჩავგვიდეთ ჩვენ მეგობრებმა აი ჩვენთან რო გაიარეს საქმე შვიდობიანი აქცია რამდენი შვიდობიანი არ ვიცი ესეთი აქციები ადამიანი გაჩერებაზე იდგა დედა საკუთარ შულთან ერთად 4-5 წლის ბავშვთან ერთად იდგა დედა წარმოედგინე და მას მოუწოდეს რომ აქცია შემოერთებოდა ამ ქალბატონმა გონუთხა რომ მე არა არ გეთანხმები თქვენ და არა ვარ თანახმად და ამ ადამიანის ლანძღვა დაიწყეს მაშინ მოიცადეთ ქალბატონ თქვენ ერთი ხართ და ჩვენ 3000 ძალიან ცუდია ესე ფიქრობ და მეწოდება თქვენი ბავშვი თქვენ არის აზროვნების დედა რო ხალხი გაიყოსა? მაგალითად ბავშვეგე სიცხვილია. სიცხვილი არის მართლა სასიცხვილოდე გახარ. ეს არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ძალადობა, იმიტომ რომ ჩვენთან ყოველდღე მოდიან ბავშვები სკოლებიდან და გვეუბნება მამო ტირიან ბავშვები მამო მასწავლებელი ძალადობს ჩემ და მეუბნება რომ შენი მშობელი და აი ერთ-ერთ ვიდეოსაც შევეხებ და მე დავამთავრებ ყველაფერს ერთ-ერთი პოლიტიკოსის გამოსვლა ჩამიგდეს და ვხედავ რომ პოლიტიკოსი მოუწოდეს ეს რამის ეუბნება მშობლებთან მიდოდოთ ხართ რომ მწხვენია რომ ჩემი მშობელი ხარო ესე იქცეოდან აი კომუნისტები აი ესე წარმოიდგინე ეს არის აი არ ვიცი აი რა დავარქვა აი მაშინ კომუნისტები რო დედას მოკლავ მამას მოკლავ თუ პარტია მიბრძანებს ესეთი რამე უბრალოდ აი პოლიტიკოსად რო თulis საკუთარ თავს და პოლიტიკოსს რო უწოდებ ადამიანის საკუთარ თავს წარმოიდგინე ადამიანი რო ამბობს გავსამეს რომ თქვენი მშობლები თქვენ მშობლებს უთხართ და თქვენ ჩემი მშობლები არ ახართ თუ ჩემაზე არ ახართ ამაზე საშინელება ქვეყანაში რა უნდა იყოს ან საკუთარ მეგობრებს ბავშვობის მეგობრებსო კარგავთ ამის გამო რომ იცით და სხვა აზრი აქვს და სხვა შეხედვა არ გეთანხმება ამასში ვიღაცა ხო შეიძლება თქვენ აზრზე არ იყოს ხო შეიძლება ყველა არ არის თქვენაზე ესევე ჩემაზე და მე არ ვითხო რომ ყველანი ჩემ აზრზე იყავით ან თქვენ იმაზე იყავით ამას არავინ არ ეთხოვს არავისგან არ ეთხოვს ამას ამიტომ გავუფრთხილოთ ერთმანეთს ესეთი მოწოდებებია ყველა საშინელება ადამიანები რომლებიც ამას მოწოდებენ მე ვთვლი რომ ესეთი ადამიანი საერთოდ არაფერთ არ უნდა იწოდებოდეს რომელიც შულს ეუნება მამის წინააღმდეგ წერა და მამას ხარი შენ ჩემი მშობელი არ ახარო ღმერთმა დაგლოცოთ გაგახარო და ყველას მოგიწოდებ შვიდობისაკენ სიკეთისაკენ და თუ რომელიმეს გიყვარვარ და მე პატივს ვსემთ ჩემი მოწოდება იქნება ჩემი სიყვარული არის მოთმენა ადამიანს რო არ შეაგინო ჩემს გამო შენ რო ჩემს გამო ადამიანს აგინებ მე შენ არ გიყვარვარ ჩემს გამო შენ რო ადამიანს გალახავ მე არ გიყვარვარ მე შენ შეპატივისცემა არ აქვს ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და გაგახაროთ ღმერთო და სიკეთე წყალობა და მადლი არ მოგაკლოთ